სახელითა მამისათა, გაზისათა, დასავლისა წმინდისათა, ჩვენთან არის ღმერთი. იოსად დღევანდელ დღესასწაულს. ესე იგი, ჩვენ ყველანი მოწოდებული ვართ, რომ უფალთან ერთად ზეციური იერუსალიმში ვიყოთ და იმ სასოფლოში, რომელსაც უფალი უმზადებს თავისი ერთგული და თავისი მორწმუნე ადამიანების სულებს. ეს ვართ ყველანი ჩვენ. მაგრამ ეს როიტყვიან უცვალებელი გარანტია არ არის. ეს დამოკიდებული არის თითოეული ჩვენთაგანის ღვთისწინაშე შრომასა, ლოცვასა და საკუთარი თავის გამოძიებაზე, უდროებასა. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იქნება შესაძლებელი. ეს საკითხული სახარება ამისი ნათელი მაგალითია. გასვოთ, იძახია ხალხი, აღტაცებული იძახის. ბავშვები, ღრმები დაუფენენ მზის ტოტებს, პალმის ტოტები, არის პალმის ტოტები და შესამოსელს დაუფენენ. ოსანა უთეოლარს მომავალი სახელითა უფლისათა. ადიდებენ მომავალ იესოს, რომელიც ზის სახედარს და იერუსალიმში შედის, რათა მორჩილებით აღასრულოს დავალების საიზბოლო ნაწილი, რომელიც ადამიანთა მოდმის გამოსვლის საშუალება. ჯვარს უნდა ეცვას ეს წინასწარისისმა და ამ ჯვარს თავისი ნებით ვირთულობს. ეს არის სახე და მაგალითი მორჩილების უმაღლესი ხარისხისა, რომელიც ჩვენ თითოეულს უნდა გვაძლევდეს ძალასა და შემართებას, რომ მსგავსად აი ამ თავდადებისა ჩვენც უნდა ვიღვაწოთ და ვიშრობოთ. ღვთის სიყვარულში, მოყვასის სიყვარულში, მცნების შესრულებაში, რომ აი ამ თავდადებით, თავგანწირვით მოვიპოვოთ სასუქებელი, რადგანაც ეს ხილული წუთისოფელი სამყარო მტერი არის ადამიანისა. ყველაფერი ლამაზია და რატომ მტერი? იმიტომ რომ ადამი სამოთხეში რო დაეცა და გამოიდევნა სამოთხიდან ცოდვისა გამო. ცოდვის მიზეზით ამ ხილულ სამყაროში შემოვიდა სიკვდილი და ჩვენ ყველანი ამ ცოდვისა გავლენას განვიცდით. არის სამი, როდესაც ადიდებენ მომავალს დიდებით იერუსალიმში, აქებენ ღერს და წამი დადგება, როდესაც იგივე ხალხი დაიწყებს მოთხოვნას, რომ ჯვარს აცვა იესო ქრისტე. და წინსრებით ვიტყვით, როდესაც დარვალი საჯული ეკითხება, ვინ გაანთავისუფლოს, ბარაბას ირჩევს ხალხი. ადამიანი, რომელიც შფოთისთავია და კაცის მკვლელია, მას ირჩევს ხალხი. ანუ მერხევია ადამიანის გონება და გული. მხარი და მტკიცი არის, თუ კი ამ გონება გულმა იცის ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა. როგორც მოციქულები იყვნენ და როგორც ის წმინდანები, რომელთა ხსენებასაც ეკლესია ყოველთვის, ყოველ დღე აღასრულებს და მათი ღვაწლის, მათი ცხოვრების წიგნებს კითხულობს. გვახსენებს ამით, რომ ღვთისა ძალა დიდია. უჟენიყო დღესასწაული ლაზარეს აღდგინებისა. 4 დღე მკვდარი ლაზარე აღადგინა. თავისი მოყვარული დები ლაზარეს დები იუნებიან ლაზარეს მეგობარ ქრისტეს, რომ ყარს უკვე, იმიტომ რომ 4 დღე გავიდა გარდაცვალებიდან. ხოლო უფალი სიტყვით აღადგენს. გადააგორებენ რა ლოც გამოქვაბული საფლავის სამარხის კარიდან ხატებზეც არის ეს გამოსახული. ლაზარე ტილოში წარგრაგნილი შეხვეული და უფლის მოწოდებაზე აი ეს შეხვეული სუდარაში გახვეული
ლაზარე გამოდის გარეთ და სახარება გასულ მოსმენილი სახარება იესოს სანახავად კი აღარ მიდიოდნენ, არამედ ლაზარეს სანახავადაც მიდიოდნენ, იმიტომ რომ უფრო მეტი, იმიტომ რომ ეს ისეთი სასწაული იყო, რომ მანამდე და არც მერე ესეთი სასწაული არც თვალს უნახავს და არც ხორცს გაუგებია. 4 დღე მკვდარი ლაზარე, რომელიც იხსნებოდა უფლის მოწოდებაზე, გამოდის თავისი სამარხის გარეთ. ისე ღვთისმოწყალება, ვინც ღვთის ერთგულებით იცხოვრებს, ფიქრობს და ვისაც გული და გონება იმ საუნჯეზე არის დამაგრებული, რომელსაც ქვია ქრისტე, ის ცხონდება. უფალი ამბობს, სადაც იყოს თქვენი საუნჯე, გული და გონება იქ იქნება. და ამ ხილულ წუთის სოფელში ადამიანთა გული და გონება სხვადასხვა საფიქრალით არის დაკავებული. ხოლო უფალი კიდევ გვეუბნება, ვერ მსგავსოთ იმ ბრძენად ქალწულს, რომლებიც უფლის მოლოდინში ღვთის სათნოთ შრომობენ. იმათიდან 5-ია ბრძენი. ისე ჩვენ მოციქული კიდევ გვეუბნება, გიხარობენ მარადის უფლისა მიერ. ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს დღეს უბრალოენით იცოცხლეთ ქრისტეში და ქრისტეთი კვალად გეტყვით თქვენ გიხარობენ. სინდაბლე თქვენი ცხადი ხარ ყოველთა კაცთა, უფალი ახლოს არს. უფალი მართლაც ახლო არს. აგერ კიდევით იერუსალემში შევიდა და აღდგომის დღეები ახლოვდა. ნუ არა ზრუნავთ, არამედ ხოვლითა, ლოცვითა და ვედრებითა, მადლობით, თხოვანი ეგეთ თქვენი საცნაური იყვნენ ღვთისა მიმართ. თავდაბალი ლოცვის სიტყვა და სათხოვარი ლოცვაში ყველაფერი ნაცნობი არის ღვთისთვის და მშვიდობა მან ღვთისამან, რომელი აღმატებულია ყველაფერზე, ყოველსა გონებაზე შეზღუდნენი გულნი თქვენი და გონებაი თქვენი იესო ქრისტეს მიერ. გული და გონება ჩვენი იესო ქრისტეს ცნებას თუ ფიქრობს და განიცდის და ცდილობს რომ შეასრულოს. მაშინ იგი დაცული არის ყოველი საცდურისა, თუმცა რომ შეცდეს და დაეცეს. ღვთის მადლით იგი აღდგა. ისევე როგორც ბევრი წმინდანი, აი სულსათაფესინ მარიამ მეგვიდელის სენება იყო. იოანე კიბისამწერელის, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა. და ეს ამ ორი წმინდანის ცხოვრება იმ ლოცვის სიტყვების დასურათხატება არის. უფალსა მართავნი უყვარს, ხოლო ცოდვილთა სწყალობს. და ვინც რომ აი ამ შეცდომის შემდეგ არ უარყოს ზურგი არ აქციოს ქრისტეს, პირიქით მივიდეს და სინანულით აღიაროს თავისი შეცდომა, უფალმა იგი აღადგინოს და სასუფეველოშიც დაამკვიდროს. ამ იერიდან ზმანო რამდენი არის ჭეშმარიტ, რამდენი პატიოსან, რამდენი მართავ, რამდენი წმინდა, რამდენი საყვარე, რამდენი საქედო, რამდენი სათნო და რამდენი ქებო მას დახავდით უფლის ამცნებას, რომელიც ეგრე ისავთ და მიიღეთ და გესმათ ჩვენ დაიხილეთ ჩემთანა, ანუ ქადაგებოთ მოციქული ამბობს. მას იქნოდეთ და ღვთისა, მშვიდობისა და მერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან. ამაზე აღმატებული რა უნდა თქვა დღეს, მერთი მშვიდობისა იყოს ჩვენთან და შეწევნა მისი იყოს უკუნითი უკუნისამდე, მეძიებელთათვის და ღვთის წინაშე სათნოთ შრომელთათვის. ესეთად ხედავთ თქვენ ყველას, ესეთად ვფიქრობთ თქვენზე და თქვენს მოყვასზე, მერთმაინებას, ჩვენი ღვთის მადლით
სასუფეველში ერთად დამკვიდრება. იერუსალიმში დიდებით შევიდა უფალი. იერუსალიმში მან მამისა მორჩილება ბოლომდე უნდა იტვირთოს და შეასრულოს. იერუსალიმში ჯვარს უნდა ესოს, რომ ჩვენ გავთავისუფლოს სიკვდილის ტყვეობისაგან. ამინ. ჩვენთან ერთად.